ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ზვია ცეცხლაძე და კიდევ 7 პირის სასამართლომ აღნიშნულ ბრალდებაში უდანაშაულო ცნო, თუმცა მათ ბრალდებას კვალიფიკაცია შეუცვალა და ისინი ძალადობისთვის ცნო დამნაშავედ. კერძოდ ზვია ცეცხლაძეს, ვასილ კაძელაშვილსა და ვეფხია კასრაძეს 2 წლითა და 6 თვით, ინსაფალიევს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს, ირაკლი მიმინოშვილს და გიორგი გორგაძეს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. ვასილ კაძელაშვილს, ვეფხია კასრაძეს, ზვია ცეცხლაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ჰქონდა წარდგენილი, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას და ხელმძღვანელობას გულისხმობს. ეს ქმედება სასჯელის სახით და ზომად 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო ინსაფალიევს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს, ირაკლი მიმინოშვილს და გიორგი გორგაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ჰქონდა წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. ეს ქმედება სასჯელის სახით და ზომად 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ასევე სასამართლომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს ანტონ ჩეჩინს, რომელიც ნარკოდანაშაულშია ბრალდებული 8 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ჯვებენ აჭყებიამ გამოაცხადა. ბრალდებული თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. ანტონ ჩეჩინი 2024 წლის 3 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის მე-6 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა შენახვა ტარებას გულისხმობს და სასჯელის სახით და ზომად 8-დან 20 წლამდე ან უბადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 1000-მდე ადამიანი იყო ჯამში ჩართული ძალადობრივ ქმედებებში და ამ 1000-მდე ადამიანიდან დაკავებული იქნა მხოლოდ 30 ადამიანი. ეს ნიშნავს იმას, რომ სამართლებრივი სტანდარტი არის ძალიან მაღალი. ყველა შემთხვევაში არსებობს კონკრეტული მტკიცებულებები და რა თქმა უნდა, ყველა სამართალდამცავი უწყება იხელმძღვანელებს კონკრეტული მტკიცებულებებით. ყველაფერი არის აბსოლუტურად დღესავით ნათელი. 1000-მდე ადამიანიდან კიდევ ერთხელ გამიმერებ 3%-ია დაკავებული. დღეს პარლამენტი პლენარული სხდომის ფარგლებში საგამოძიებო კომისიის საბოლოო ანგარიშს განიხილავს. საუბარია 400 გვერდზე მეტი მოცულობის დოკუმენტზე. შალვა პაპუაშვილის თქმით, ნაციონალური მოძრაობის წევრები დღესაც ღიად საუბრობენ ძალადობრივი გზით ხელისუფლებაში მოსვლაზე, დამხობაზე და ამის ნორმალიზებას ახდენენ მათი უცხოელი მფარველები. მისი განმარტებით, აღნიშნული დოკუმენტი არის შესაძლებლობა ადამიანებმა შეაფასონ ნაციონალური მოძრაობის მმართველობა. ეს დოკუმენტი არის ახლა შესაძლებლობა, რომ არის იმის შანსი, რომ ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა ხელახლა დაიბრუნეს, რომ შეაფასონ მიხეილ სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობის რეჟიმი. ეხლა არის მომენტი, რომელიც არის და ბოლო შანსი ყველა უცხოური ძალისთვის, რომ საბოლოოდ გაიაზროს თუ რა ტიპის რეჟიმს უჭერდნენ მხარს და რა ტიპის პოლიტიკურ დაჯგუფებას უჭერენ მხარს, შეაფასონ და დაგმონ ნაციონალური მოძრაობის დიქტატორული რეჟიმი. ჩვენ კარგად ვიცით კრემლის დავალებით რისთვის შეიქმნა ამ არალეგიტიმურ პარლამენტში ეს ღალატის კომისია. მისი მთავარი ამოცანა არაერთხელ თქვით არის საქართველოს დადანაშაულება ომში. ამ მოღალატური ბანდის ამოცანა ამ ღალატის კომისიით არის სწორედ ეს, რომ რუსეთს და პუტინს ამ რაშისტურ იმპერიალისტურ ძალას ჩამობანოს თავისი სისხლიანი ხელები. საქართველოს პროკურატურამ ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელები მოწმის სახით გამოკითხვაზე დაიბარა. როგორც საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქმე ეხება 12 იურიდიული პირის, ფონდებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების დაყადაღებას, რითაც შეიზღუდა ფულადის აღსრების შემდგომი არამიზნობრივი განკარგვა. მათი თქმით, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების გასარკვევად მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაბრუნებული არიან ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები. პროკურატურის ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2024 წლის პერიოდში საქართველოს პარლამენტის წინ და ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარე ძალადობრივი საპროტესტო აქციების დაგეგმვასა და ორგანიზებაში აქტიურად მონაწილეობდნენ როგორც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერები, ასევე ცალკეული ფონდები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. აღნიშნული გარემოებები და სისხლის სამართლის საქმე
საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების საფუძვლად დაედო 12 იურიდიული პირის, ფონდების და არასამთავრობო ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების დაყადაღებას, რითაც შეიზღუდა ფულადი სახსრების შემდგომი არამიზნობრივი განკარგვა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მთავრობა კრიტიკული აზრის ჩახშობას ცდილობს. მართულ გუნდში კი თვლიან, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები საპროტესტო აქციების ორგანიზებაში აქტიურად მონაწილეობდნენ. ამ რეჟიმს არავინ არ აწყობს, ვინც კი მიშკوازე არ დადის, ამ რეჟიმს არავინ არ აწყობს, ვინც კი მასავით არ ლაპარაკობს და მასავით შეფასებებს არ ახდენს პოლიტიკური პროცესისა თუ რომელიც მის ჭკუაზე არ დადის. რუსული კანონის ამოცანაც, სწორედ ერთ-ერთი ამოცანაც ეს იყო, რომ მოეხდინა დემონიზაცია ჩვენ ქვეყანაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საბოლოო ჯამში მისულიყო საქმე იქამდე, რომ ისინი გაეუქმებიათ. ძალიან კარგად ვიცით, რომ NGO-ები იყვნენ პირდაპირ ჩართული ზოგადად ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში. ეს შემდეგ აღიარა ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედმა ადმინისტრაციამაც USAID-ის, NED-ის და სხვა ფონდების მეშვეობით ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში იყვნენ ჩართული კონკრეტული ორგანიზაციები, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვადასხვა ქვეყანაში ისინი იყვნენ ჩართული რევოლუციურ პროცესებში. ევრორეკომენდაციების შესასრულებელი ვადა ამოიწურა. ქართული ოცნება ევროკავშირის დირექტივების შესრულებას არ აპირებს. პარალელურად საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით საქართველოს მიერ ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული რეკომენდაციის შესრულების თაობაზე ანგარიში ევროკომისიას უკვე მიეწოდა. ოპოზიცია ხელისუფლებას აკრიტიკებს. მართველი გუნდის ოპონენტების თქმით, ქართული ოცნება ქვეყნის ევროპულ მომავალს აზიანებს და მოქალაქეებს უკეთესი მომავლის შანსს ართმევს. მათივე თქმით, თუ ქართული ოცნება კურსს არ შეცვლის, ქვეყანა კრიზისის წინაშე აღმოჩნდება. რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც არის გასაკვირი ისე როგორც საზოგადოებისთვის ის ერთგვარი პასიურობა, რომელსაც ვხედავთ. ჩვენი დიდი სურვილია, რომ ეს პასიურობა გადავიდეს სხვა რეჟიმში, აქტიურ რეჟიმში და შესაბამისად დავიწყოთ საუბარი სტრატეგიული პარტნიორობის განახლებაზე. ჩვენ ვიტოვებთ კლავაც იმის იმედს, რომ სტრატეგიული პარტნიორობა გადაიხედება, თუ deep state არ იმძლავრებს ამ შემთხვევაში მე ფიქრობ, რომ ვერაფერი დაუდგება წინ საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების შორის ურთიერთობების გადაწყვეტილებას. საქართველოს ხელისუფლებამ არაფერი არ გააკეთა ვიზა ლიბერალიზაციის შესარჩუნებლად და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სიტუაცია იქამდე მიიყვანა, სადაც დღეს არის. ქართულ საზოგადოებას ბევრად უფრო მეტად დაფიქრება მართებს, სანამ არჩევანს გააკეთებს, იმიტომ რომ წინ არჩევნებზე ასე დაალაგებულად და ქართულ ოცნების პროპაგანდას აყოლელებმა 41 რო ხაზა ჩვენმა მოქალაქეებმა, სწორედ ახლა ამიტომ დგას ის საფრთხე, რაც დგას საქართველოს წინაშე. საბრძოლო რეჟიმი საფრთხის ქვეშ დადგა სწორედ ამ მოღალატეთა და კრიმინალთა რუსული ბანდის მავნებლობის შედეგად, რომ მათ უნდათ, რომ საქართველოში გააუქმონ დემოკრატია, გააუქმონ პოლიტიკური პარტიები, თავისუფალი მედია, არასამთავრობო ორგანიზაციები, რადგანაც ისინი უბრალოდ რაღაცა კანონებს უბრალოდ კი არ იღებენ, არამედ მტრობენ ევროკავშირს. მტრობენ 24 საათი ევროკავშირის ლანძღვაგინება არის. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 32 დღეა დარჩენილი. პროცესში მონაწილეობასთან დაკავშირებით ოპოზიციაში კვლავ აზრთა სხვადასხვაობა. არჩევნებში მონაწილეობს პარტია გირჩი. მათ თბილისის მერობის კანდიდატად იაგო ხვიჩია წარადგინეს. პროცესში გაერთიანებული ძალებით მონაწილეობენ პარტიები გახარია საქართველოსთვის და ლელო ძლიერი საქართველოსთვისაც. თბილისის მერობისთვის მათი ერთობლივი კანდიდატი ირაკლი კუპრაძე იქნება. ოპოზიციის ნაწილი კი კვლავ ბოიკოტში რჩება. ისინი 4 ოქტომბრის არჩევნებს სპეცოპერაციას უწოდებენ და ამბობენ, რომ წინასწარ წაგებულ თამაშის შესვლას არ აპირებენ. გვინდა რომ ეს ქალაქი დავინახოთ, როგორც ამიერკავკასიის ნიუ-იორკი, ეკონომიკური ცენტრი იმ სამი ქვეყნის და არა მხოლოდ ამ სამი ქვეყნის, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში აი ამიერკავკასიის ეკონომიკური ცენტრი, სადაც ყველას აქვს თავისი ფინანსური ინტერესები და რომელიც მარტივია აქ ცხოვრები ადამიანებისთვის საცხოვრებლად. გულისხმობს იმას, რომ მანქანით გადაადგილება იყოს ადეკვატური და შესაძლებელი, ვისაც სწრაფი გადაადგილება უნდა მანქანის გარეშე, იმას მეტროს მეშვეობით ქალაქის თითქმის ნებისმიერ წერტილში მისვლა უნდა შეეძლოს და ახლომდებარე ქალაქები, როგორც არის რუსთავი, ისევე უნდა იყოს დაკავშირებული თბილისთან, როგორც არის გლდანი მაგალითად. რა არის მოტივი ამ რუსულ სპეცოპერაციაში გამარჯვების, სადაც არანაირი მონაწილეობის, სადაც არანაირი შანსი უბრალოდ მიახლოებულიც კი არ არის იმისი, რომ რაღაცა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ტარდებოდეს, სადაც ქართული ოცნება დაიწერს იმას, რაც თვითონ დასჭირდება. რა აზრი აქვს ამაში მონაწილეობას? მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი
მნიშვნელოვანი არის ამორჩევლის პასუხი ამაზე, მათ შორის იმ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს გულისხმობ. გავეცანით კვლევის მორიგ შედეგებს და ჩვენ პარტიას შეუძლია ქვეყნის მასშტაბით 60%-იან მაჩვენებელს ბევრად გადააჭარბოს. დღეს ისე და იმდენად მძიმე მდგომარეობაშია ოპოზიცია, ასევე თბილისში შეგვიძლია პირველივე ტურში თავისუფლად არჩევნების მოგება 60%-ზე მეტია კახკალაძის მაჩვენებელი დღევანდელი მდგომარეობით. აქამდე მიიყვანეს რადიკალური ოპოზიცია საკუთარმა პატრონებმა.